დასრულდა ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა. წამოვიდნენ ისინი, ვინც დიდი სიხარულით აშეგებებიან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ყვითელ დარბაზში გაისმის დამოუკიდებელ საქართველოს შვილთა წყნარი საუბარი. გარეთ ჯრიამულია ტაში. საქართველოს ხალხი გამოცხადდა სუვერენულ უფლებათა მატარებლად. მმართველობის ფორმად განისაზღვრა დემოკრატია. თუმცა 1918 წლის 26 მაისის ის უდიდესი ისტორიული აქტი მეტწილად მაინც საგარეო ფაქტორებით იყო განპირობებული და ამას არც არავინ უარყოფდა. მენშევიკური მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია ემიგრაციაში წერდა. რევოლუციურ პარტიებს სურდა რუს ხალხთან ერთად რუსეთის ახალ ნიადაგზე მოწყობა. ეს საქმე არ გამოვიდა, იძულებულნი გავხდით, გამოყოფოდით რუსეთს და ჩვენი გზით წავსულიყავით. ჟორდანიას აზრით რუსი ბოლშევიკები დარწმუნდნენ, რომ რუსეთის ხალხს არ შეუძლია მოაწყოს საკუთარი თავის ბატონობა. ამიტომ გადაწყვიტეს მისთვის ზემოდან მოეხვიათ თავიანთი იდეები და წყობილება. მოკლედ, რუსი ბოლშევიკების და ქართველი სოციალ-დემოკრატების ამასთან რუსეთის და საქართველოს გაყრის მიზეზი ჟორდანიას თქმით ყოფილა იმაში დარწმუნება, რომ რუსეთში დემოკრატია არ გამოდის. ეს შეუძლებელია. საქართველო მაშინაც ირჩევდა ევროპას, რუსეთი კი აზიურ კარჩაკეტილობას. ჩემს წინ მაგიდაზე ალაგია ცნობები 1918-21 წლებში საქართველოში გამომავალი უაღრესად საინტერესო გაზეთებიდან. დავიწყოთ იმით, ვინდა როგორ მოგვილოცა ის 26 მაისი. პირველი იყო ამიერკავკასიაში გერმანიის წარმომადგენლობა, რადგან ყველაფერი მაინც გერმანიის მხარდაჭერით მოხდა. პრესაში შემხვდა მოსალოცი ცნობა აზერბაიჯანიდან მოლოცვა პოლონელი ხალხის სახელით ლატიშების, ასე ახსენებს ლატვიელებს მაშინდელი პრესა. ეროვნული საბჭოს გარდამავალი პარლამენტის საზეიმო სხდომაზე ბრწყინვალე სიტყვით გამოსულა ამიერკავკასიაში უკრაინის წარმომადგენელი გრიგორი ხიმენკო. ლიეტუველი ხალხის სახელით გვარად დალიამედი. არაჩვეულებრივი მოსალოცი სიტყვა უთქვამს ებრაელი ხალხის წარმომადგენელს გვარად გრუზენბერგს. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ეროვნულ საბჭოში ოსი ხალხის წარმომადგენლის გიორგი გაგლოევის სიტყვამ. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო თავის დემოკრატიის დროშას დაბლა არ დასწევს და ამ დროშის ქვეშ ივლის ჩვენი დემოკრატიაც. ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები უმრავლესობასთან ერთად ზეიმობდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებას. თავად დამოუკიდებლობის აქტი კი მთავრობას ავალდებულებდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები აღეჭურვა ისეთივე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით, როგორიც ექნებოდათ თავად ქართველებს. აი ასე დაიწყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხანმოკლე, ტრაგიკული, მაგრამ მაინც ბრწყინვალე ისტორია. 26 მაისს ფოთში გაფრონდა თანამშრომლობის დროებითი ხელშეკრულება გერმანიასთან, რომლის მთავრობაც საქართველოს პირდებოდა დამოუკიდებლობის აღიარებას, დახმარებას საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ტერიტორიის დაცვას. უკვე 12 ივლისს ხელი მოეწერა სამ ეკონომიკურ შეთანხმებას გერმანიასთან. გერმანელებს აქ აინტერესებდათ მარგანეცი, ჩვენი პორტები, რკინიგზა. ოტო ჰერმან ფონ ლოსოვი. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ოსმალეთის შტაბში გერმანიის მაღალი რანგის სამხედრო პირი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი. უშუალოდ მასთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები, უწინარესად კი აკაკი ჩხენკელი, პირველი რესპუბლიკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი მესაძირკვლე. საქართველომ როგორც იქნა იპოვა ძლიერი ევროპელი მოკავშირე, რომელსაც განზრახული ჰქონდა მასთან თანამშრომლობა, სანაცვლოდ კი დაცვა და არა ჩაგვრა. სულ მალე თბილისში შემოვიდა გერმანიის სამხედრო დიპლომატიური მისია, რომელსაც შემოყვა 2 ბავარიული ათასეული. ცნობილია, რომ თბილისში შემოსვლისთანავე გერმანელი ოფიცრები აქტიურად დაინტერესდნენ ქართული კულტურის ახლოს გაცნობით. ისინი ეწვიან ჩვენ საისტორიო ეთნოგრაფიულ მუზეუმებს. ამასთან მაშინდელი ჩვენი მოწინავე საზოგადოება საკმაოდ კარგად იცნობდა გერმანულ კულტურას. აქ საკმაოდ ძლიერი იყო გერმანული თემი. თბილისში გამოიცემოდა გერმანულ ენოვანი გაზეთი არტურ ლაისტის რედაქტორობით, რომელიც იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და ქართული კულტურის დიდი ქომაგი. მან თარგმნა გერმანულად ვეფხისტყაოსანი.
სულ მალე 1918 წლის ზაფხულშივე გერმანიის წარმომადგენლობის ინიციატივით თბილისში დაფუძნდა ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების საზოგადოება. გერმანიის მთავრობამ კი გამოყო 10 სტიპენდია წარჩინებული ქართველი მოსწავლეებისთვის. მაგრამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა იდგა უმძიმესი საშინაო და საგარეო გამოწვევების პირისპირ. პირველი მსოფლიო ომის შედეგები თავდაყირა აყენებდა საქართველოს გათვლებს. იდგა ანარქიის, ფინანსური კრიზისის, რეგიონში კრიმინალთა თარეშის, ტოლულთა მოძალების, ბოლშევიკური რუსეთიდან ორგანიზებული ამბოხებებისა და სამეზობლოდან შემოსევების ურთულესი პერიოდი. ამ გამოწვევებს მთავრობა ასე თუ ისე წარმატებით უმკლავდებოდა. მათ შორის გრიპის ისპანკას შემოტევას, რომელმაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გაანადგურა. პრესა ინახავს ცნობებს მთავრობის და მედპერსონალის მიერ გაწეულ აქტიურ სამუშაოებზე. ქალაქში ბევრალაგას არიან მტოლვილები. ისინი უნდა იმყოფებოდნენ უბნის სანიტარული ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. კინემატოგრაფები უნდა დაიკეტოს 2 კვირით. იატაკი და სკამები უნდა გაირეცხოს საპონ ნავთით. ამ ვადის ამოწურის შემდეგ მხოლოდ ის კინემატოგრაფი გაიხსნება, რომელსაც ექნება სანიტარული ექიმის მოწმობა. ამ სამუშაოებს თავისი შედეგი ჰქონდა. მაშინ მოწინავენი ვიყავით სხვებთან შედარებით ნაკლები მსხვერპლით. ხალხზე ზრუნვის პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია სტიქიურ უბედურებაზე მთავრობის რეაქცია. 1920 წლის თებერვალში საქართველოში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. განსაკუთრებით გორი და მიმდებარე სოფლები დაზარალდა. მთავრობაში შეიქმნა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი. სამხედრო სამინისტრომ დაუყოვნებლივ გაგზავნა გორში მესანგრეთა 1000-ეული. გაგზავნის სანიტარული მატარებელი. სამთავრობო პრესის ფურცლებზე წერდნენ, თუ დახმარება არ იქნება სწრაფი, ცივი ზამთარი მათ მუსრს გაავლებს. ეროვნული უბედურების დროს განსაკუთრებით გვმართებს რესპუბლიკის ღირსების დაცვა და მისი მოქალაქის სახელის ამაყად ტარება. ამ ფაქტებიდანაც ჩანს, როგორი ქვეყანა ვიქნებოდით, რომ დაგცულოდა. პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულ გერმანიას მოუწია საქართველოდან თავისი სამხედრო მისიის გაყვანა. შემოსვლიდან 5 თვეში აქედან დანანებით და მადლიერების გრძნობით გააცილეს გერმანელი ჯარისკაცები. მათ ქართულ მებრძოლებთან ერთად დაიცვეს საქართველოს საზღვრები, განსაკუთრებით ოსმალეთის შემოტევისგან. იმ ბრძოლებში აქ საქართველოსთვის დაიღუპა რამდენიმე გერმანელი ჯარისკაცი. ისინი სამხედრო პატივით დაკრძალეს თბილისში, ავჭალის ქუჩის მიმდებარედ გერმანელთა სასაფლაოზე. ერთ-ერთი ყოფილა გეორგ შროლი. გერმანულ პრესაში გამოქვეყნებული ნეკროლოგი გვინახავს ცნობებს, ყოფილა 20 წლის. გმირულად უბრძოლია უცხო მიწაზე და მძიმედ დაჭრილი გარდაცვლილა თბილისში, გერმანულ ჰოსპიტალში. მერე იყო ინგლისელების შემოსვლა. გერმანიასთან მოკავშირეობის შემდეგ რთული უნდა ყოფილიყო ინგლისთან ურთიერთობების აწყობა. ამის გათვალისწინებით თავისი ცნობილი პროგერმანული პოზიციის გამო საგარეო მინისტრის პოსტიდან გადადგა აკაკი ჩხენგელი. მერე ინგლისმა საქართველოში თავის წარმომადგენლად მოავლინა ჩვენი დიდი მეგობარი ოლივერ უორდროპი და 1920 წლის 14 იანვარს დამფუძნებელი კრების საზეიმოს ხდომაზე მას მხუხარე ტაშით და აპლოდისმენტებით უთხრეს მადლობა ანტანტის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. ეს ისტორიული მოვლენა თბილისში დიდი სახალხო ზეიმით აღინიშნა. იმ დღის ფოტოზე ტრიბუნაზე პირველ რიგში მარცხნიდან მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი პოლკოვნიკი კლოდ ბეიფილდ სტოქსი, საფრანგეთის უმაღლესი კომისარი აბელ შევალიე. აქ უკანა რიგებში დგას ექვთიმე თაყაიშვილი. ამ ზეიმში ჩანს სევდაც. მაშინდელი ლიდერების ჩანაწერებში არაერთგან იკითხება შიში. იმ საერთაშორისო ვითარებაში ჰქონდა კი საქართველოს რესპუბლიკას გადარჩენის შანსი. დიდი მოთამაშეების ინტერესები ჩვენთვის არახელსაყრელად ლაგდებოდა. დამოუკიდებელი საქართველო რჩებოდა მარტო რუსეთის პირისპირ. სამეზობლო წითლდებოდა და საქართველოსთვის სულ უფრო იზრდებოდა საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ბოლშევიკების ადგილობრივ მოკავშირეებს ხალხში გავლენის მოპოვება უჭირდათ. აქტიური ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, რაშიც ქართველი ბოლშევიკები სხვა ხერხებთან ერთად იყენებდნენ მოსყიდვას და პროპაგანდას, მათ ერთი კაციც კი ვერ შეიყვანეს პარლამენტში, იგივე დამფუძნებელ კრებაში, ვერც ადგილობრივ არჩევნებში მოიპოვეს წარმატება. 105 წლის წინ საქართველოში დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და პროპორციული სისტემით ორივე სქესის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
პრესაში ჩანს, რომ საქვეყნო საქმეებზე პოლიტიკოსებს შორის ყოფილა ძალიან ცხარე დისკუსიები, თუმცა როგორც ჩანს, ისინი გარკვეულ კორექტულობის ჩარჩოებს არ ცდებოდა. ამის შესახებ ძალიან საინტერესო ცნობებს გვაწვდის მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენელი ექვთიმე თაყაიშვილი თავის საანგარიშო მოხსენებაში. 9 თვის წესიერება არც ერთხელ დარღვეულა. არ ყოფილა შემთხვევა, პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული ყოფილიყო რომელიმე წევრი შეეზღუდოს სიტყვის ჩამორთმევით, კრებაზე დასწრების აკრძალვით ან სხდომიდან გაძევებით. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 9 თვის საქმეებს აჯამებდა ამ საანგარიშო მოხსენებაში ექვთიმე თაყაიშვილი და ახსენებდა აგრარულ რეფორმას, სკოლების გამრავლებას და ნაფიც მსაჯულთა კანონების გამოცემას. ეროვნულმა საბჭომ 9 თვის მანძილზე განიხილა 242 კანონპროექტი და მივიღეთ 162 კანონიო. მათ შორის იყო ქალების და ბავშვების უფლების დასაცავი კანონები. უკვე დამფუძნებელ კრებაში კი საქართველოს ყავდა ქალი დეპუტატები. სახალხო გვარდიის შექმნა, ადგილობრივი არჩევნები, საზღვრების დადგენა და კიდევ რამდენი. მუშაობა მიდიოდა აქტიურად ბევრი მიმართულებით. ცალკე სალაპარაკოა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება დანარჩენ მსოფლიოსთან. ნეიტრალიტეტი, რითაც საქართველოს სცადა კარგი ურთიერთობების აწყობა უცხო სახელმწიფოებთან, უპირველესად კი რუსეთთან. მაგრამ რუსეთს აქ ჰქონდა თავისი გეგმა და მის გეგმაში არაფერს ცვლიდა არც 1920 წლის ცნობილი შეთანხმება, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარება და დაპირება, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა ჩვენ საშინაო საქმეებში. 1921 წლის თებერვლის ტრაგიკულ დღეებში დამფუძნებელმა კრებამ მოღალატეებად გამოაცხადა ყველაზე უღირსი ქართველები, შულავერის ჯგუფის წევრები, რომლებიც წინ გამოუწვდნენ რუსეთის წითელ არმიას საქართველოს ასაოხრებლად. ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მიხეილ ოგუჯავა, ლადო დუმბაძე, ომარ ფაიკი, ამაიკ ნაზარეთიანი, ალექსანდრე გეგეჭკორი, ბესარიონ კვირკველია. ამათი წინამძღოლობით რუსეთის არმიის შემოტევას დაერთო თურქეთის შემოტევა. ასეთ ტრაგიკულ ვითარებაში პრესა არ უშვებს რესპუბლიკის შესაძლო მარცხს. იკითხება ხალხის გულისმომკვლელი ენთუზიაზმი და შემართება სამშობლოს დასაცავად. 19 თებერვალი გორი. ზღვახალხი მოაწყდა შტაბს, თხოვლობენ მოხალისეებად ჩაწერას. უთბილისო თავი არ გვინდა ცოცხალი, ისმის ყოველგან. დიდი ჯიხაიში თემის მცხოვრებთა მრავალრიცხოვანი მიტინგი ფიცდებს, რომ ფეხზე დადგება მთავრობის დაძახილზე სამშობლოს დასაცავად. ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობას სრულ თანადგომას უცხადებს ქობულეთის ქართველ მაჰმადიანთა ერთობის ყრილობა. მსგავსი ცნობებია სამტრედიდან, ქუთაისიდან, ოზურგეთიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, კახეთიდან, საიდან აღარ. თბილისის დასაცავად ოკუპანტებთან ბრძოლაში განსაკუთრებით გამოუჩენია თავი ჩრდილო კავკასიელ მოხალისეთა რაზმს. შემორჩენილია მათი ფოტო. კერავი ინტელიგენტი ქალები ვერის დაღმართზე 3 ნომერში იწვევდნენ კერვისმცოდნე ქალებს, ფორმები რომ შეეკარათ სამშობლოს დამცველებისთვის. ბოლშევიკების შემოტევა გაგრის ფრონტზე შეჩერებულია. საფრანგეთის სამხედრო ფლოტის 2 კრეისერი უკვე მივიდა გაგრის ფრონტზე და მტრის პოზიციებს სროლა აუტეხა. ეროვნული არქივი ინახავს იმ ფრანგული კრეისერების ფოტოებს. ესაა ერთ-ერთი ჯავშნშანი ვალდეკ რუსო. ჩვენი მებრძოლებით აღფრთოვანებული კარლო ჩხეიძე, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე, მიმართავდა ჯარების მთავარსარდალ გენერალ კვინიდაძეს. 19-20-21 თებერვალს მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებანი ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში და გადაეცემა მომავალ თაობებს, როგორც საზღაპრო მოთხრობა ქართველ მებრძოლთა ძლიერებაზე. და იცნობები მაშინდელ მთავარ გმირებზე. ჩვენი გმირები 23 თებერვალს სამხედრო ტაძრის გალავანთან პატივით დაკრძალეს. ამ დღეს ხალხს დენადილის 9 საათზე დაუწყია და სულ მალე მიმდებარე ქუჩები გადაჭედილი ყოფილა. ესეთ ტრაგიკულ დღეებში პრესა იუწყება. ზარბაზნების დღანგარსა და ტყუების უზონში მოუხდა დამფუძნებელ კრებელს საშვილიშვილო საქმის ბოლომდე მიყვანა. საქართველოს როგორც იქნა უკვე აქვს თავისი კონსტიტუცია, რომლითაც იგი ამაყად წარსდგება მსოფლიოს წინაშე.
ეს იყო მართლაც ბრწყინვალე კონსტიტუცია, უაღრესად ევროპული. აუქმებდა სიკვდილით დასჯას, არ ცნობდა არც ერთი სარწმუნოების უპირატესობას. მარტო 78 მუხლი რადღირს. სასამართლო თავისუფალია და მხოლოდ კანონს ემორჩილება. მართლმსაჯულება წარმოებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით. 1921 წლის კონსტიტუცია წინწრებად იყო ადამიანის უფლებათა ევროპული საყოველთაო დეკლარაციის სულისკვეთების და ყველაზე ცხადად მეტყველებს იმაზე, რა დაგვაკარგინა საბჭოთა რუსულმა ოკუპაციამ. რისი გაკვეთილია საქართველოს პირველი რესპუბლიკის ტრაგიკული ისტორია? ალბათ უპირველესად იმაზე დასაფიქრებელია, რა დავკარგეთ და რა დავკარგეთ, ამას შესანიშნავად ხსნის ნოე ჟორდანია თავის სიტყვაში, რომელიც წარმოთქვა ანტანტის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ საზეიმო შეკრებაზე. ქართველი ერი მიღებულია დიდი ერების მიერ, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და სამომავლო გზაკვალი ჭიდროდ გადაეჯაჭვა დასავლეთს. მათ ვკითხეს, რა მოგაქვთ? ჩვენ უპასუხეთ, მოგვაქვს 2000 წლის კულტურა. ბუნებით მდიდარი და მშვენიერი ქვეყანა. მოგვაქვს უაღრესი დემოკრატიული წყობილება და ვითხოვთ შესაფერ ადგილს აზიის გზის ყურეში. ჩვენ არ ვართ სამანდატო, სააპეკუნო ხალხი. ჩვენ ვართ ჩვენი თავის ბატონი და ეს დაგისაბუთეთ არა სიტყვით, არა მხოლოდ კეთილი სურვილებით, არამედ საქმით, სახელმწიფოს განუწყვეტელი შენებით. გვახსოვდეს საქართველოს პირველი რესპუბლიკა ისეთი, როგორიც ის სინამდვილეში იყო. უფრო მეტად გადავწმინდოთ საბჭოთა პროპაგანდისგან მიყრილი მტვერი. უფრო ახლოს გავიცნოთ, მეტად შევიყვაროთ, რომ აღარასდროს დავკარგოთ. არ გააცდინოთ დამოუკიდებლობის გაკვეთილები.